ამ შეკითხვაზე შეიძლება უპასუხოთ ასე. მეშვიდე დღის განსვენება ნიშნავს იმას, რომ რაც კი შექმნა ღმერთმა, ახალი არაფერი აღარ იქმნება. განსვენება ამის მაჩვენებელი. ანუ მეშვიდე დღეს შაბათს რომ ღმერთმა განისვენა, ამით მინიშნებულია, რომ აი ამ იერიდან ის შვიდეული დასრულდა, ახალი შვიდეული მოვაკიდე. ხო, ეს პირველი კვირა, იმას მეორე კვირა მოყვები. კი იქნება რაღაც ახალ-ახალი, თქვა, ცხოველი დაიბადება, ადამიანი იშვება, ეგ არის უკვე არსებულის გამეორება. აი მაგალითად სცენარი ამოვიდა, რაღაცა მოკვდა იმის ადგილზე ახალი სცენარი ამოვიდა, იგივე ჯიში, იგივე სახეობა, ხო? ეს ახალი კი არ არის, ახლად შექმნილი. ძველის გამეორება, უკვე არსებული სახეობის გამეორება და აი ამ გაგებით შაბათის განსვენება, ეს არის ღმერთმა ყველაფერი, რაც განგებულებითად განსაზღვრული იყო შექმნისათვის, არსებობაში მოიყვანა და ამას აღარაფერი აღარ შეემატება, დამთავრდა, დასრულდა ეს ერთი. მაგრამ მეორე მხრივ წინასწარმეტყველებითიც არის, მესიანური გაგებით წინასწარმეტყველებით. რა გაგებით, იცით, აი ასეთ ეგზეგეტიკას გვეუბნებიან მამები. მაცხოვარმა სიკვდილის შედეგად, კაცობრიობი ბუნებით, ასე დავაკონკრეტოთ, სიკვდილის შედეგად 3 დღე გაატარა საფლავში. ოღონდ ეს 3 დღე სრული რომელია, სრულში გულისხმობ 24 საათისგან შედგება დღეღამი. პარასკევ დღეს ჯვარსეცვა და მოკვდა და პარასკევ დღესვე საფლავად დადეს მისი სხეული, განათავსეს. ეს არ არის სრული დღე. კვირას აღდგა, არასრულია, განთიადისას, ახლა ზუსტად დრო დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ სისხამდილით, პირობითად ასე შეიძლება ასეთი გამოთქმა გამოიყენოთ, რომელი დღე გაუტარებია სრულად, რომელ დღეს განუსვენია სრულად, საფლავად, შაბათ დღეს. აი ეს განსვენება მეშვიდე დღისა, თან შაბათი დღეა, არის პარასკევი შაბათი, 24 საათიანი პერიოდი მაცხოვარი ადამიანური ბუნებით სხეულით საფლავში იმყოფება და განისვენებს სრულიად, განსხვავებით პარასკევისგან და კვირისაგან. კი, აღსრულება აი ამ განსვენების წინ და წინ გამოთქმული წინასწარმეტყველება ასეთი ფორმით, სიმბოლური სახით.